გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგკითხვა ბედნიერება, სიხარული და როგორც ყოველთვის კარგი განწყობა. დავამთავრეთ იქ ტრაქტორზე გაჩერება. In half a mile, take exit 40 for South Carolina 153 North toward Easley. ეხლა მოგიდა ლაპარაკი. დავიწყე ლაპარაკი და მარგარიტამ ტელეფონმა მაინდამაინც მაშინ დაიწყო ლაპარაკი. ნუ რას ისა? დავარე ამ 7-ად მივიღოთ ეს ყველაფერი. ხო და რას ვამბობთ ის 10 საათიანი Take exit 40. 10 საათიანი დგომა და ვიღებ საქონელს და რატო ვიღებ ეხლა ამ მომენტს, იმიტომ რომ At the next light, turn left. იმან რა ქვია დისპეჩერმა მითხრა რომ თუ შეიძლებაო ძალიან სერიოზული ტვირთიაო 800 მაილია გასავლელიო და ხვალვე დილითო თუ მიიტანო რა მეთქი ეხლა ფლათ ისე ჯდომას იმიტომ რომ ცოტა რაღაც შეკვეთები ვერ აიღო ჩემმა დისპეჩერმა და რატომაც არა მეთქი და თან ეხლა დასვენებულიც ვარ ეხლა ერთი 15 საათი ვიდექი რა ფაქტიურად არაფერი არ გამიკეთებია მარტო წამოწოლილი ვიყავი და სკროლავდი და გადავერთოთ ამ ჩვეულებრივ ამბავში ამ სიცხეში შეგახსენოთ ვართ საუ კაროლინაში და გაჩვენებთ ამ ჩვენ ერთ-ერთ რუტინულ პროცესს სამუშაოს რუტინულ სიტუაციას და ნახოთ აბა რა თვითი მიგვაქვს ამისთანა რომ დისპეჩერი ასე რომ ნერვიულობს. კან შევხედე და რაღაც ტყეში შევდივარ რა გარშემო ტყე არის და არის რაღაცა საწარმო. In half a mile, take exit 15 for US 25 North toward Travelers Rest. მოიწდა ეს კომერციული ინტერესი რო გაგიქნებ რაღაცას გადავაწყვეთ რომელიც გამოგვადგება არა მეგობრებო მარტომაც არა საუ კაროლინა Take exit 15, then keep left. ავენიო საერთოდ საუ კაროლინაში არის ძალიან ვიწრო ქუჩები 20 ყურადღებით უნდა იყო და ეხლა ეს ტრეილერი გამოვიდა კინოღამ იმას მიედო ხოდი ეხლა მე ცოტა ამათმათო ცოტა თუ არ გთავხედე ესენი არ დამითხრობენ მექსას ოპა სანდრა ავენიო სანდრა ახსოვს სანდრა რო ყავდა აბაში რომ ღერო ამას გოგო რო იყო მე სოლო იმას სანდრა ავენიო ამას არის ჩვენი საწარმო სახლებში ცხოვრობენ საუ კაროლინა ერთ-ერთ კაი საცხოვრებელ შტატად ითვლება ძალიან ბევრი ემიგრანტები რომლებიც ცდილობენ რომ ეს ძვირი შტატები დატოვონ აქეთკენ მოდიან საცხოვრებლად და ვიცი მე ისეთი სიცხეა აქ როგორ მოდიან საცხოვრებლად გულათი გითხრათ მიკვეს მაგალითად ყობა გულად ხო არ მოდიან ტრაკ რენტალი აი აქ ტრეილერებს, ანუ გახსოვთ წინა ვიდეოში რომ ვილაპარაკეთ ბიზნესები. აი ეს ხარ მაგათ ამას ტრეილერები ყავს ნახეთ და აქირავებს. აქეთ ეს ცხოვრობს. ჩვენ კომპანიას ქვია რომანიო თუ რაღაცა და ვიცი სად არის რომანია. ზემო და რუკას რო შევხედე. ასეთი წყლის მასივია, მწვანე მასივი და იქ არის რაღაცა პატარა საწარმოსავ. გამოჩნდა no littering ეს არა release okay ალბათ აი შენობა რაღაცა აი Palmetto State Palmetto და ზეთი შევხედო Palmetto კიდე თუ ეცოდეთ ბოდიშით შევხედო ეს ყოფილა შემესალა ესე იგი შესასვლელი იქით არის და მე ზაკი ხოდით უნდა მივიდეთ თხრილად უნდა ვიყო რომ ზარ მიხოდით Palmetto transportation ხამოდი მე ცოტა ვიდეოს მოვერიდები დაცვაზე ზანგები და ცოტა არ მივიღოთ ესე იგი იქ არის ოფისი და შესასვლელი აქით არის და ბუდკაში დაცვაზის და მოდი ცოტა დავწევ ამ იმას რომ არ დაინახოს რომ ვიღებ პრობლემა არ შეგექმნას არავინაც არ არის ბუდკაში დაცვა თუ ის არ არის. ესე დავიდეთ პიტაპი, მაგრამ ჩვენ ხო გვაინტერესებს რა არის ამისთანა რომ სასწრაფოდ უნდათ ხვალვე ჩავიტანო ეს ტვირთი. რამდენი სამუშაოებია ეს ამ ძღოლების ეს მანქანების ძღოლებს ითხოვენ. გონი მე ახლა ამყოფი ვარ ადრე.
მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა ჩამოვხდები და გავაკეთებ ჩეკინგს. Palmetto State. Palmetto. Total Transportation Company, სატრანსპორტო კომპანია. აი, მოდი ჩავიდეთ ახლა და შევამოწმოთ ჩეკინგი გავაკეთოთ. წესრიგში მოვიყვანოთ ჩვენ თავი. გაპარსულები ვართ, ის ვართ. ოვითის კაის თაფეჭილება უნდა დატოვო რა, რომ შეხვალენ ოფისში. იქ გოგო იჯდება თუ ვინ იჯდება, რომ დადები და დამოხტო. ზოგადად არის ხოლმე, რომ შედიხარ და ეს გაფრაზებულები გიყურებენ და ერთხელ ორჯერ და მე სახე უწყნადებათ ისა რა ვიცი. მე ასე ვაკეთებ და მართა ისა ამართლეს. ია გაფრაზებული ტიპი არ დაგხვდება ხოლმე. რა სიცხეა. ალბათ აქ უნდა დავაყენო ჩვენ. Do not stuck. ой, მე ქიმიური რაღაცა მიგოქ. შევიდეთ. Do not leave any bills loading office. ვიღაცას უნდა დაველოდოთ. კაცები არიან, კაცები და არა და ყველაფრის გადაღება რო შემოვიდეს, აი როგორ აჩანს იცი აი ამერიკული ხასიათის, სხვადასხვა ხასიათის ადამიანები და აქ ახლა ცოტა ხისტი ხასიათის ხალხია, მაგრამ თავი კარგად დაელაპარაკო და მე უკვე წმარდებიან ხოლმე. არა, კიდე კაი ვიდეო არ დამინახა, ტელეფონი ნუაჩვენებო ტელეფონს. ნუ კარები მოგცეს. კარები რვაო. გავაღოთ ახლა ჩვენ ეს კარები და დავაყენოთ დოკ 8-თან. და არის არაფერი გაწმენდა გუშინ გავწმინდე კაც. ვიდეოზე ხوار მეუბნება და არა 8 რის ნაცვლად კარები 9-თან მიდიო. აქ მიყურებენ, სულ მე კიდე შეჭინებული ვარ. ვიდეოს გულისის ხوار მიყურებენ მე. კარები 9. აგერ არის კარები 9. უი მე ამოიღე იმას შორის. რაღაცა ქიმიური რაღაცები უნდა წავიღოთ. აგერ არის კარები 9. ისე დავაყენოთ ახლა. მე კიცხვი რო არ დაგარტყა, გაწია მიხდა. შევიყვანოთ იმ ორ ტრაილერს შორის. კარგად არის. მარცხენა მხარე და ნელა მივიყვანოთ ტოჩკამდე. ოკეი. მონი დავაყენეთ კარგად. შევამოწმოთ, ის გაწევა არ მომთხოვეს და ნახოთ აბა. სულ არ არის დაყენებული. ოკეი. всё, კარგად არის დაყენებული. რამე გვაქვს? ხაღალდი, სითხე და ბოჭკები. არ ვიცი, რა არის, არ ვიცი. ნუ, საშუალო ჩვეულებრივი საწყობია. ეხლა მოვკარი თვალე რომ კაი ფასია და ეხლა ნახოთ აბა რამდენი გვექნება გასავლელი. თან უნდა მიიტანო და არ ვიცი რა ხდება. ნახოთ აბა. რა ფასი ხდია. ეხლა კარა არეგონი და რამდენი იქნება? ოკეი. ეხლა კარა 669 მილი. ეს პიტაპირი სამაგას სინამდვილეში რამდენი იქნება? ეს 669 ეს პიტაპირი, მაგრამ სინამდვილეში რეალურად ეხლა სხვა მანძილი იქნება. ნახოთ აბა. ო, 801 მილი. როგორ მიდის? აუ ეს იმაში მაქვს. ატლანტაში ვარ გასავლელი, ატლანტა არ გვაწყობს, ისეთი დრო არის რომ იქ საცობები იქნება და სხვა გზა არ გვაქვს. სხვა გზა არ გვაქვს. მიწევს. ეს ნახოთ. ეს ატლანტა. ცუდროს მოვდივართ, მაგრამ რასიცო. ესე იგი მივდივართ არკანზასში, ქვემოთ ალაბამა, ტენესი, მე ეხა სამდემოთ, ეხა ის კარგია იქ რომ მივდივართ, მაგრამ ამე მოგვიწევს სიარო. ხო. ესე იგი 801 მაილი, 801 მაილში იხდიან $3,200. ძალიან საკმაოდ კაიფურია, რა. $4 გამოდის საათში, ეს მაგარი ტვირთია. და მომიწევს მაილი მეუნება 12 საათში და დილით უნდა მოხვდე იქა.
ესე იგი, მოდი ახლა მაინც ეზოპის ენით ვილაპარაკოთ, მე გქონდა რომ 11 საათზე მეტი სიარული არ შეიძლება, 12 ესე იგი რაღაცის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მთელი ღამე უნდა ვიარო თავისებურად, მაგრამ თანხა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაღაცა ჩალიჩის მომენტი რომ მომიწევს, ესეც ფაქტია. ეხლა ზოგი მეტყვის, აბა ეხლა პატიოსნებაზე რო დებენ და წესიერებაზე და საერთოდ ჩვენ ამ თემაზე ალბათ მე ვილაპარაკებთ. მეორე რაღაცა აღმოაჩინეთ, თუმე ერთი დელივერი კი არ მქონია, მეორე, ესე ორი დელივერი მაქვს. ალბათ ყვილად უბრალოდ ფუს ვინ გადაგიხდის, ესე აკაჩვენებს 853 და დავაჭერე და 930. ესე იგი 130 მაილით ცოტა იქითკენ ტეხასისკენ მომიწევს მისვლა. და ეს ყველაფერი უნდა მოვასწრო 8 საათზე და 130, ესე იგი გამორიცხულია, ესე იგი ჯერ მარტო პირველ დელივერის უნდა 12 საათი ეს ისე და იქითაც ისა და უნდა მოვასწრო და ეხლა წეღანაც რო დავიწყე ლაპარაკი მოგვიწევს ეხლა ვინმე გვისმენს ალბათ, მაგრამ იმედია ეხლა ამერიკელები და ეს რაღაცა კუდი არ მოებევა, მაგრამ მოგვიწევს არ ვიცი ეხლა ამას დაარქვით მაიმუნობა არ მაიმუნობა, მაგრამ ასეთ კაი სიტყვა გვაქვს ჩვენ ჩალიჩი. სამწუხაროდ ეს ჩალიჩი და მაიმუნობა და ისეთი რაღაცები პოლიტიკაში ხო ხდება და ხდება და სამწუხაროდ ადამიანებს, აი ვინც ვარდისფრად უყურებს ამ ცხოვრებას და განსაკუთრებით პოლიტიკას და აი ხშირად გვილაპარაკია რაც ხდება მსოფლიოში, ეს მართულია და რაღაცა მაიმუნობები ხდება და არ ჯერათ, აი როგორ აი გვარიან ჩვენი მედასავლეთეები, რომ აი დასავლეთში ყველაფერი კარგია, აღმოსავლეთში ყველაფერი ცუდია და გაფეტიშებული რო აქვთ დასავლეთი და ამერიკა და ისა და ესა. მე მეგობრებო, ეხლა არ დამიწყოთ მე რომ აი შენი რა გინდა ამერიკაში თუ არ დადეხა, ჩვენ ვაჩვენებთ იმას რაც არის. და რისი თქმა მინდა, აი თუნდაც აი გუშინ ჩატარდა ფეხბურთი, ხო? და ამერიკა რო თამაშობდა ბელგიასთან და მოგეხსენებათ ეს ამერიკის ერთ-ერთი თავდასხმელი გვარი არ მახსოვს ზანგია, წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და ამ თამაშზე არ უნდა დასწრებულიყო და ამ დროს ჩაერია ტრამპი, მოიწვია ინფონტანო, ხო? გახსოვთ იქ ციურიხში რო ვიყავით FIFA-ს გენერალური დირექტორი დაიფარა და თხოვა რომ ის წითელი ბარათი გაექმებულებდა და ანულირება გაეკეთებინა და დაერთოთ ნებართვა იმ ამერიკელი თავდასხმელისთვის რომ მიეღო მონაწილეობა თამაში. იმ მოთამაშე მიიღო მონაწილეობა თამაში, მაგრამ ამერიკა მაინც ააქვთ. ეხლა რისი თქმა მინდა, აი წარმოედგინეთ ეხლა ამ ხელა, ტრამპა რო თავისებური ტიპია და ერთი მხრივ კი არის თავისებური ტიპი, მაგრამ გამოხატავს იმ მოძრაობებს, რაც ხდება მსოფლიოში, გინდა პოლიტიკაში, გინდა აქ თუნდაც და ამ ამბის შემდეგ ახლა სპორტზე წამოვიწყე საუბარი, ჩვენი სასიკადულო თოფურია რო დაამარცხდა, როგორ ფიქრობთ, არა აქ ნაჩალიჩარი? და აი ესეთ რაღაცები რო გესმის და გინდა მსოფლიო მიმდინარე პროცესებში, აი ახლა მაგალითად აი ომები ისა ეს აი ხა ხო აგინებდა თავის დროზე ტრამპი რა ქვია მას ზელენსკის და არ დაგეხმარები და ამ დროს ზელენსკი და უკრაინა მთელი დასავლეთი ეხმარება და ტრამპის უნდა ომის გაჩერება ამ დროს ყველაფერს აწვის ომი. აი რისი თქმა მინდა აი ისეთი რაღაცეები ხდება რომ აი ვერაბავ ბოლოს და თავს, მაგრამ კი მიაბავ თავს, მაგრამ აი ეს მორალური მხარე და ეს წესიერება და ეს გაიდეალიზებული ვაქვთ ზოგიერთ ადამიანს პოლიტიკაში და ცხოვრებაში და არ უნდათ ეს რაღაცა ანალიზზე დამყარებული სწორი ანალიზის გაგება და ვიღაცის სიტყვების რო ჯერა და რახან ამანა თქვა და რახან ევროპამ თქვა და რახან დასავლეთმა თქვა და რახან იმა თქვა და სხვა რო არ აინტერესებს, იმიტომ ვართ აი ესეთ აბრაკადაბრაში. ასე თუ ისე ჩვენ ყველანი მშობლები ვართ და ჩვენი შვილები ბევრ რაღაცას გვეკითხებენ. აი მე პირადად ბევრ რაღაცას მეკითხებიან ჩემი შვილები. როგორც მშობელი, აბა როგორც თქვენ და ეხლა მე ასე თუ ისე ცხოვრება გამოცდილი მაქვს და ბევრ რაღაცა ნანახი მაქვს და
ჩვენ ახლა ხო იცი როგორი თავობა მოდის, კარგი, ცუდი, აი ესე პიტაპირი უნდათ, მაგრამ რო ვიწყებ ხოლმე ასე ვერ გებულობენ და მეც რო ხსნი, მე თვითონ ვეხვდები რა ხდება სოფლიოში და მიმდინარე პროცესებში და პასუხს რო ვერ ვაძლევ, ისიც უკმაყოფილოა და ეხლა როგორი მომენტია შენ გამოსტილი ადამიანი მშობელი რაღაცა ნანახი გაქვს და შენ იმას ვერ ეუნები რაც ხდება, უკვე ცოტა ძალიან ისეთი უხერხული სიტუაცია იქნება და ამოიდგინეთ ახალგაზრდობას როგორ გაუჭირდება და როგორ უჭირთ ადამიანებს რომლებიც ეხლა იწყებენ ცხოვრებას და რაღაც ვარდისფრად რო უყურებდნენ ხო იცი მაინც ახალგაზრდა რო ხარ ბავშვი რო ხარ ვარდისფრად უყურებ ცხოვრებას და მე რო შეეტაკები ამ სიბინძურებს ამ ერთ წინადადებაში 1000 აზრი რო აქვს ისა აი გაიგე რა ხდება და საერთო ჯამში დასკვნა რო ვერ გამოგაგდა საერთო ჯამში რო გერევა ეს ყველაფერი აბრაკადაბრა თავში. აბრაკადაბრას და ასეთ არეულობას, ასეთ თუ ისე მაინც მოუხერხებ რაღაცას, მაგრამ აქ არის მთელი უბედურება ის, რომ სიყალბე რო იგრძნობა ამ მოქმედებებში და სიტუაციებში და ეს მართლა ძნელია. მაგრამ რას იზარ, ეთყობა ამისთვისაც უნდა იყო მზა, ეს სიყალბები და მაიმუნობები ადრეც იყო ისტორიულად, რაც ადამიანი იმიტომ ცოდვილი ბუნება აქვს ადამიანს და ამ ცოდვის ვერ ელევა უბრალოდ დღევანდელ დღეს ტექნიკა და ონლაინი და ინტერნეტი უცეროა და უცბო ეს ინფორმაციები და ეს ბიძურები უფრო მალე მოდის და კალეიდოსკოპიურად რო იცვლება სიტუაციები ცოტა არ იყოს ძნელია ჩაჯდე და დაიჭირო ის მომენტი რაც არის სიმართლე. ამისთვის განათლებაა საჭირო, ამისთვის უნარებია საჭირო, ამისთვის გარემოებია საჭირო და საერთო ჯამში აი ესეთი არ მინდა ეხლა მე დავძაბო ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ისა, მაგრამ ნუ მოდი რეალობას ყველაფერს დავარქვა თავის სახელი, მაგრამ ჩვენ რა გვაქვს ამისთვის, როგორ უნდა გავუმკლავდეთ, ყველაზე კარგი გამოსავალი არის სიმშვიდე, სიწყნარე და ნელა გინდა არ გინდა უნდა დაალაგო, არ დაალაგებ და მაშინ ისევ ვიღაცის გავლენის ქვეშ იქნები, ვიღაცის პროპაგანდის ქვეშ იქნები და ასე შემდეგ. ეხლა აგეცინებათ მეგობრებო, საიდან სად გადავედით ეხლა ლოგბუკი, ტრაილერი ზღორი, მაგრამ ნუ საერთო ჯამში პოლიტიკა, ტრამპი, ისა და მე ჩვენი არხი ხო მაგას ემსახურება, რომ ჩვენ დაუდგეთ ერთმანეთს, თუნდაც გამოცდილები და მიმდინარე პროცესების ანალიზიდან და სამწუხაროდ თუ მოდი სამწუხაროდ არა, რეალობაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ და მე წინა იმებში ვილაპარაკე ემოციებით არ უნდა ავყვეთ. მივიღოთ ისეთი როგორიც არის, უბრალოდ ჩავაყენოთ ფილტრი. თუ გახსოვთ წინა გამოსვლებზე ვილაპარაკე მე ამაზე და საბოლოო ჯამში ჩვენი დევიზი ხო გახსოვთ? მერთმა შექმნა ჩვენ ბედნიერებისათვის, ბედნიერები რო ვიყოთ, უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, რო გაუფრთხილდეთ არ დავიზაროთ. ესე იგი არ დავიზაროთ ფიქრი, არ დავიზაროთ გაანალიზება, არ დავიზაროთ რაღაც ინფორმაციების მოკრეფა და სხვების გამოცდილების აი ერთ იმაში ჩაყურა და ისევ და ისევ ფიქრი. და რაც არ უნდა სიყალბე იყოს, რაც არ უნდა სიმაიმუნე იყოს, ის მაინც ყოველთვის ამ პროცესში უნდა ვიყოთ შვიდები, რომ შვიდ გარემოში გაფრთხილება სწორად ხდება და საბოლოო ჯამში იმ ყარგს და იმ სასარგებლოს მაინც ამოიღებ. ხო მეთანხმებით მეგობრებო, მე ვიცი რომ თქვენ მეთანხმებით. კარგი დაუბრუნდეთ ჩვენ ამბავს, ეხლა დატვირთვეს, არ ვიცი ეს ორ ადგილას მიმაღეთყო სხვადასხვა ისინი. დატვირთავენ და წავალთ. ბარემ დავამთავროთ ეს რა დატვირთავენ და მე უკვე შევხედოთ რა მიგვაქვს, მაინც ვიდეო დავამთავროთ იმით რომ რა სტრატეგიული ტვიტი მიგვაქვს. ეხლა მე არ მეგონა ეხლა რაღაცა ქიმიური რაღაცა მიმაქვს, მაგრამ ჩვენ ხო ვეძებთ ისეთ რაღაც იდეას რომ გამოგვადგეს და დიდი არაფერი იდეა ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობა რაღაცა მიგვაქვს, ან საღებავი იქნება, ან რაღაც ქიმიური რაღაცა. ნუ ნახოთ. ამ რაღაცა ძალიან ხშირად ხმარობა რა. მიტანეს დოკუმენტი, ერთი მივდივარ სად მივდივარ? ახარკანა არკანზაში და მეორე მივდივარ დალას ასამბლეი ტეხასში, დესოტოში. დავძრა, ეხლა ჩემ პატარა დაძვრაში ძიმია თუ არა, რომ იმაზე არ ვიჩალიჩო.
არა. ახოთ აბაჭი. გონი მძიმე არ არის, ამი ცოტა იქითკენ დავიდეთ. არა, მძიმე არ არის წესით. ნახოთ, აბა მაინც თვალით რო ვერ ნახავ, ცოტა ისეთი გავჩერდები და არ მინდა რომ დამინახო რომ ვიღებ, აი ეს ძღოლია ეს არაფერი ეს არის სამოწმოს. ცოტა გვერდზე გამოვიდეთ, ოკეი. ოი, არის ეს ლუკია, მაგრამ ეხლა უკვე მეგობრებო, ეს ზეცა არა ეს ხე დიდი არაფერი პრობლემა არ არის. და ესეც რა დანადგარია, ვა, საინტერესოა. იდეებს რო ვეძებთ ხოლმე. გაიგე ხა რა დანადგარია ეს. Turbo mini service. Opa. არის ვერაფერი ვერ გავიგე რა არის. მძიმე წესით არ უნდა იყოს. ესეცაში შეხული აქვს, ნუ არ ვიცი რაც არის ეგ არის, ეხლა ამის იმაში მე ვერ გავიგებ რა არის. თუმცა პასპორტი კიდევს. ეხა კარა. არ ვიცი, ვერაფერი ვერ გავიგე რაც არის, რაც არის ეგ არის. მოდი მე ამას მაინც დავაბა რომ არ მოსრიალდეს. დავაბავ რა, მაინც პასუხისგებელი მე ვარ. რაღაც არ გაუფუჭდეს. ტენი ასე, მე მაინც არ წამოვიდეს, ეხლა ვერ მოებია რაღაცა. რა დანადგარია. კარგი, წავით, დავაბათ და დაბმულია უფროსო და დავკეტოთ კარები. მომბი არ მომცეს. ხრელი ახლა ამას არ უნდა გამოწევოთ, რომ მძიმე არ არის, მაინც ყოველთვის ძღოლები ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სიღრმეში იყოს. აგრე მესამე იმაზეა, ნამანა რა. პრობლემა არა და წავიდეთ ახლა გავამზადოთ საბუთები, შევიყვანოთ მონაცემები და შედა რა. იმდე ჩემ კლასის ზონები შოთიკოს ბიჭო ამ სიცხეში რაღაცა ვერ დავდივარ ძალიან ცხელეო და დაბერდიო. არ ვიცი ეთქვა კაი ცხოვრებას რო შევეცი იყო გარეთ. მაგრამ სიცხეა რაღაც 42 გრადუსია, 40 გრადუსია და ეს სიბერის ბრალია. მე როგორ ფიქრობ, მეგობრებო, დავბერდი თუ არ დავბერდი? სული არ ბერდება, სული! არა. ეს აბუთები შევიტანეთ, ეს წესრიგში. ეს ასე. всё, მოემზა როგორც თვითონ არის ფრინავები რო ემზადებიან ხოლმე და. წავედით. აი ესეთი ამბავი მოხდა დღეს. მივდივართ არკანზაში და მერე ტეხაში. მედია საინტერესო ადგილებში მოხვდებით და ჩვენ როგორც ყოველთვის თავარია საინტერესო ადგილებში რომ მოხვდებით, იმას აუცილებლად დავაფიქსირებთ. მე სად მოდის ეს exit-ო ეს გამოვიდეს კი. იქითკენ გასვლა აგზარული exit-ა ახლა მოიტანო რაც არის ეგ არის. ესეც ერთ-ერთი სამუშაო წვიმანებია. წავედით მეგობრებო. მე მოგვიწევს სურათი რაც გვინდოდა. სურათი მეთქი რაც მგზავრობა 3200 ეხა ცოტა ქვემო დაიწია, მაგრამ სულ არაფერს ესეც ჯობია. კარგი თავა მეგობრებო. ყველას სიხარული ბედნიერება და გაუთხიდეთ ერთმანეთს. იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.